და 86 წელს მე და რამდენიმე ჩემმა მეგობარმა ერთად გამოვაქვეყნეთ უბრალოდ მე მოვაწერე ხელი მაგრამ მათაც მიიღეს მონაწილეობა ამაში სტატია რომელიც დაიბეჭდა გაზეთში ახალგაზრდა კომუნისტი და რომელსაც ერქვა ოცნება მშვიდობიან ბრძოლაზე მაშინ ეს სტატია აღიქვა ყველამ რომ ჩვენ დავარტყით ასე ვთქვათ რეზო ჩხეიძეს და რეზო ჩხეიძის ადგილას ვიღაცა სხვა ეგ ადგილი სხვას უნდა და ასე შემდეგ მოკლედ აი რეაქცია იყო ასეთი ამ დროს სტატიაში იყო ლაპარაკი სწორედ იმაზე რითიც დავიწყე ჩვენი საუბარი რომ პათოლოგია ის კი არ არის რომ შვილები დაუპირისპირდნენ მშობლებს არამედ პათოლოგია არის ის როცა შვილები და მშობლები ყოველ დღე ჩაისვავენ ერთად და ერთი და იგი ორი არანაირი დისკუსია ოჯახში არ მიმდინარეობს თაობებს შორის როცა შვილებს ძალიან უყვართ ვითომ მშობლები და მშობლებს შვილები და ასე გრძელდება ასე მოსაწყენად გრძელდება ცხოვრება ოჯახში დაახლოებით ამაზე იყო ეს სტატია რომ შვილებმა დაიწყეს მშობლების კოპირება და ასლების კეთება და რომ ქართულ კინოში ახალი არაფერი კეთდება ყველაზე უცნაური იყო პირადად ჩემთვის და მთავარი სტრესი რომელიც პირადად მე მივიღე მაშინ იყო ის რომ რეზო ჩხეიძემ დაიბარა ეს ახალგაზრდა რეჟისორები და უთხრა თქვენ უნდა უპასუხოთ ამ სტატიას და მაშინ მოხდა საოცრება 15-მა რეჟისორმა 15-მა ახალგაზრდა კაცმა რომელთაც ეუბნებოდი რომ იყავი თავისუფალი დაწერა პასუხი ასეთი რომ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ თავისუფლები რომ საქართველოს კინოსტუდია ქართულ ფილმში მაგ აქვს სრული თავისუფლება რომ მამები ბატონი რეზო და სხვაები მათ აძლევენ სრულ თავისუფლებას და რომ არანაირი პრობლემა მათ არ აქვთ და რომ თაობების პრობლემა საქართველოში არ არის და რომ ეს არის პროვოკაცია თაობების დაპირისპირება რომ ქვეყნის კულტურული გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმით რომ თაობები მემკვიდრეობის პრობლემა გადაწყდეს. ეს იყო ძალიან სამწუხარო ჩემი აზრით წერილი, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა ის, რომ 80-იანი წლების ქართული თაობაც, ესე იგი ჩემი თაობაც კონფორმიზმში დაიბადა შემოქმედები და რომ არანაირ შემოქმედებას მაშინ ადგილი არ ჰქონდა. რომ არსებობდა სწორედ ეს კულტურული სივრცე, რომლისგან გადახრის ქართულს ყოველთვის ეშინია. შეიძლება იყოს ძალიან დიდი შემოქმედი, მაგრამ დაუწყო ბრძოლა კულტურას ეს იმას ნიშნავს რომ დაკარგო შენი ადგილი სოციუმში რისიც მხატვრების უმრავლესობას სამწუხაროდ ყოველთვის კინემატოგრაფისტი მაქვს მე ხა მხედველობაში ყოველთვის ეშინოდათ საბედნიეროდ ასეთი მაგალითები ძალიან საბედნიეროდ იგივე არ ხდებოდა ქართულ ახალგაზრდობაში თუ ჩვენ ავიღებთ მხატვრობის სფეროს და განსაკუთრებით მუსიკის სფეროს, რომელიც შედარებით აქტიური იყო და ნაკლებად კონფორმული ვიდრე კინემატოგრაფისტთა სფერო. ნუ ამას ალბათ თავისი ახსნა აქვს, კინემატოგრაფია არის მაინც ხელოვნება, რომელიც უშუალოდ ძალიან დაკავშირებულია ფულთან და წარმოებასთან. ამიტომ უბრალოდ იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო იმას, ვინც ამ ფულს გაძლევს, კი ბატონო, ეს გასაგებია. და სიტუაცია განსაკუთრებით მუსიკაში იყო აბსოლუტურად განსხვავებული. ბიძინა მაყაშვილმა ამის შესახებ მაშინ აი ამ ჟურნალში, ამ წიგნში, ამ კრებულში გამოაქვეყნა ჩემი აზრით საუკეთესო წერილი, რომელიც მას გამოუქვეყნებია, აი ამ ალტერნატიული მუსიკის ისტორია საქართველოში. ოთხში მე ნამდვილად არ ვიცოდი, იქ იმდენი ინფორმაციაა თუ როგორ დაიწყო ეს ალტერნატიული მუსიკა როგორ გაჩნდა ეგრეთ წოდებული სხვა ჩვენს კინოთი დაიწყო იქაც, იმიტომ რომ გაჩნდა ნადავლი ფილმები ომის მერე, აი ტრაფეინე კინო რო ქვია და ამ ნადავლი ფილმების სერიაში მოხდა ფილმი მზიური ველის სერენადა, შეიძლება ახლა გაგეცინოთ, მაგრამ ეს ფილმი თავისი გლენ მილერის ორკესტრით იყო პირველი გამოცოცხლება, პირველი ფანჯარა, შეიძლება ითქვას 50-იანი წლების საბჭოთა კულტურაში, რომ აღმოჩნდა, რომ ადამიანებს სხვანაირად ეცვათ, სხვანაირად მოძრაობდნენ და სხვანაირად მღეროდნენ. და მაშინ სწორედ ეს ამ ფილმმა დაუდო საფუძველი იმას, რასაც აი გპ-ის ჯაზი ქვია. ამის შესახებ ძალიან ბევრს წერს ბიძინა მაყაშვილი. გპ-ის ჯაზს მოყვა შემდეგ აი ეს რადიო მიმღებები, როდესაც პირველად შესაძლებელი გახდა სხვა მუსიკის მოსმენა. ამის შემდეგ 70-იან წლებში საუბარი იყო იმაზე, რომ სუხიშვილები ანსამბლი წავიდა საზღვარგარეთ, შემდეგ სად იყიდეო ჯინსები ამბობდნენ ჩემ თაობაში და სუხიშვილებშიო და ანტინი ბოდიშმამ ასე იყო. ჩამოიტანეს მათ ფირფიტები და ჟურნალები.
ალტერნატიული მუსიკა, ალტერნატიული ასე დავარქვათ, ხო, როკ მუსიკაზე, რომელიც ჩვენთვის ალტერნატიული იყო და გავრცელდა დისკები და ჩვენ სკოლებთან, მე მახსოვს, სკოლებთან გაჩნდნენ ფოტოების გამყიდველები, რომლებიც 10 კაპიკად ყიდნენ ამ ჟურნალებიდან გადაბეჭდილ ფოტოებს პლანტის და ჯერ ბიტლების, შემდეგ როლინგების და შემდეგ პინკ ფლოიდის და ლედ ზეპელინის. და კინომსახიობების, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება და ელიზაბეთ ტეილორი ყოფილიყო, ან ალენ დელონი და ბავშვები, რომელთაც მშობლები 10 კაპიკს აძლევდნენ, ასე წერს სწორედ ბიძინა მაყაშვილი ბულკის საყიდლად სასადილოში, შიმშილობდნენ, მაგრამ 10 კაპიკად ყიდულობდნენ ამ ფოტოებს. ნუ მე გადავაცილე უკვე დროს ამ დავამთავრებ, თუ თქვენ კითხვები გექნებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ. ხალხთა ცნობიერებაში თქვენი აურხებით რა საბჭოთა ეპოქის გამოვლენები ვიდება თუნდაც აი სივრცის განმავლობის იდეას და პროცესების თემასთან შევეხებით. დიახ, მადლობთ. ხო, ეს პასუხი ალბათ ის არის, რომ ჩვენ თავად ვთქვათ სახარება თუ მაინც და მაინც მიუდექით, ასე ვთქვათ, ქრისტიანული კულტურის სივრცეში გვეუბნება, რომ დათმე მამაშენი, დათმე დედაშენი და გამომყევი მე. სხვათა შორის საინტერესოა რომ დემაგოგია რელიგიური დღეს ციტირებას ხშირად მიმართავს სახარების მამ ამას არასოდეს არ ამბობენ ხოლმე ესე იგი ეს არის ყველაზე ნაკლებად ძალიან პრობლემას უქმნის ადამიანს ეს ფრაზა მამინაცვალი არა აი თქვით ერთ-ერთი მაგალითი მამინაცვალისა სტალინი ვახსენეთ ხო და უარი თქვა მამაზე და მიიღო მამინაცვალი სტალინის სახით მაგრამ ამის შიში არ უნდა არსებობდეს რომ მიიღო მამინაცვალი, ნუ უნდა გარიცხო, ხო? ასე რომ დღევანდელ ახალგაზრდობებს მე იგივეს ვიტყვი ზუსტად, რომ ისიც ჩემი აზრით ცხოვრობს აი ამ შიშის გარემოში, უწონადობაში მოქცევის შიშის გარემოში. შეიძლება მართლა მოექცე უწონადობაში და მაშინ უკვე და მოკვდე. ხო? ნაკლებად გაბედულობის გარემოში, ხო, ნაკლებად გაბედულობაში გულისხმობთ იმას, რომ ყველაზე არაპოპულარული რაც შეიძლება არსებობდეს, ეს კიდევ იმეორებ, ჩემთვის ეს ყველაზე არაპოპულარულია ეს, რომ დათმე დედაშენი, მამაშენი და გამომყევი მე. აქ ძალიან ბევრი რამე არის ნაგულისხმები, ხო? ყველაფერი დათმე და გამომყევი მე. იქ ყველაზე მთავარი აქცენტი მაგაზეა, რა თქმა უნდა, პაზოლინის ვადა. ყველაფერი და აი ამის ნაკლებობას, ასეთი ახალგაზრდების ნაკლებობას ნამდვილად ვხედავთ თქვენ კითხვაზე პასუხი ეს.